გასული თვე საპენსიო ფონდისთვის მომგებიანი იყო, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. დადებითი დინამიკა კომპანიების კვარტალურ შედეგებს, გაუმჯობესებულ ეკონომიკურ გარემოსა და ფედერალური რეზერვის მიერ შერბირებული პოლიტიკის მოლოდინებს უკავშირდებოდა. რომელ პორტფელში ინვესტირებაა ამჟამად ყველაზე მომგებიანი და ადგილობრივ თუ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე აქტივობის რა გეგმები აქვს საპენსიო ფონდს. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო მოგესალმები. აგვისტოში ყველაზე მაღალი ზრდა დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა. ამასთან უნდა ითქვას ისიც, რომ დინამიკური პორტფელი ზოგადად გრძელვადიანი შემოსავლიანობის კუთხითაც ლიდერობს. პორტფელების შექმნიდან დღემდე მისი წლიური ამონაგები 14%-ია, დაბალანსებული პორტფელის 13%, კონსერვატიული პორტფელის ამონაგები კი 12%-ს შეადგენს. რაც შეეხება უშუალოდ ფინანსურ შედეგებს, საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა აგვისტოს ბოლოსთვის 7 მილიარდ 400 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 1,9 მილიარდ ლარს გადააჭარბა. როგორც იცით, მოქალაქეებს სასურველი საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლება თავად აქვთ. საპენსიო ფონდში კი აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში კონსერვატიული პორტფელიდან გადასვლები ძირითადად სწორედ დინამიკურ, ანუ შედარებით მაღალრისკიან პორტფელებში ფიქსირდება. აპრილში გვქონდა დიდი ტურბულენტობა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების შემდეგ, თუმცა აპრილიდან მოყოლებული ძალიან გაზრდილი არის პორტფელების მომგებიანობა. 20 სექტემბრის მდგომარეობით დინამიკური პორტფელი ინარჩუნებს ლიდერობას, დაახლოებით 3,5% პუნქტით ჯობნის კონსერვატიულ პორტფელს და რაც შეეხება დინამიკას, დინამიკურ პორტფელში გადასვლების, როგორც იცით, მოქალაქეებს თავად შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი სასურველი საინვესტიციო პორტფელთან დაკავშირებით. ხედავთ ამ მიმართულებით დადებით დინამიკას, წელს თითქმის 80% გადასვლების კონსერვატიული პორტფელიდან სწორედ დინამიკურ პორტფელში ხდება და პორტფელის ზომა 50 მილიონ ლარს გადააჭარბა. თუმცა მაინც ჩვენი აქტივების 99% ინვესტირებული კონსერვატიულ პორტფელშია, ვინაიდან ავტომატურად მოქალაქეები კონსერვატიულ პორტფელში არიან განაწილებული. საპენსიო ფონდი ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზეც გააქტიურებულია. ფონდს ამ მიმართულებით უკვე 10-ზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ მაინც მცირეა და მთლიანი აქტივების მხოლოდ და მხოლოდ 2%-ს შეადგენს. მზარდია თავად კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზარიც. ბოლო მონაცემებით კაპიტალის ბაზრის ზომა 2,5 მილიარდ ლარს უტოლდება. ინტერესი ორმხრივია და აქტივობა მაღალია როგორც ინვესტორების, ასევე ემიტენტების მხრიდანაც. რაც შეეხება გამოწვევებს, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ძირითადი პრობლემა კვლავ ინვესტორთა ბაზის სიმცირეა. მნიშვნელოვანია რომ ინვესტორთა ბაზა გავზარდოთ, არ ვიყოთ ჩამოკიდებული მხოლოდ ქართველ ინვესტორებს და ინვესტორებს, ვინც შეჩვეულებენ საქართველოს ბაზარში ინვესტირებას და მეტად მოვიცვათ საერთაშორისო ინვესტორთა ბაზები, მეტად გავასწროთ ჩვენი ბაზარი პოტენციალი. უმეტესწილად განთავსებები წელს დაახლოებით ვარსკვლავი 60%-ზე მეტი განთავსება წელს ლარში მოხდა და ეს ძალიან სასიხარულოა, რომ ხედავთ რომ ლარის ბაზარიც არსებობს, თუმცა პარალელურად ბევრი კომპანია, ვინც აქამდე უკვე გამოუშვა და ასევე ფიქრობს, რომ იმისები გააკეთოს სხვა ვალუტაში, მათ შორის დოლარშიც და ევროშიც. ვიტყოდი, რომ ეროვნული ვალუტის განთავსებების შემთხვევაში ძალიან გვიჭირს ხოლმე მრავალფეროვანი ინვესტორთა ბაზის მოძიება და ინვესტორები, რომლებიც ადგილობრივი ვალუტის განთავსებებით ინტერესდებიან, უფრო მეტად არიან ინსტიტუციონალური ინვესტორები. როგორც წესი, ადგილობრივი ვალუტის განთავსებების შემთხვევაში მეტწილად ინვესტორები არიან ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, თუმცა მოგახსენებათ, რომ ადგილობრივი ბაზრის ზომა მაინც, ასე ვთქვათ, ლიმიტირებული არის, ამიტომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ საკმაოდ გრძელვადიანი ინვესტორი და ვართ დაინტერესებული აქტივების დივერსიფიკაციით, მოლოდინი გვაქვს, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებზე კიდევ ვნახავთ გამოცემებს და ამ ემისიებში მივიღებთ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, შერჩევითად. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენს ანალიზზე, როგორც სექტორის, ისე კომპანიის მომგებიანობის, ისე მომავალი პერსპექტივის და ჩვენი მონაწილეების ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს. ამ დროისთვის ბაზარზე გამოშვებული კორპორაციული საჯარო ობლიგაციებიდან 1,600 მილიონი ლარი დოლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდებია, 740 მილიონი ლარში, ხოლო 180 მილიონი ლარი კი ევროში. ძალიან დიდი მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.